ნისლი არ გეგონოთ. არის სმოგი. არის დაბინძურების ტიპი. თუ ვინმე ამ დღეებში თავს ცუდად გრძნობთ, იცოდეთ, რომ აი ამის სუნთქვა გვიწევს და ამიტომ ხართ ცუდად. სრულიად შემთხვევით ვაშლი ჯვრის გავლით გადმოვედი საბურთალოზე და უბრალოდ ზემოდან ისეთი ხედი იყო, ვერ შევძელი, არ გამეჩერებინა მანქანა და არ გადამეღო. აი ეს არის საწამლავი. ხედავთ ალბათ, რომ მზეც კი არ ჩანს, წესიერად მთლიანად ნისლშია გახვეული. თუმცა ეს არ არის ნისლი არის წყლის უმცირესი ნაწილაკები. სმოგი აბსოლუტურად სხვა რაღაც არის და არის გაცილებით უფრო სახიფათო. სპეციალისტები ასეთ დროს გვირჩევენ ხოლმე, რომ რაც შეიძლება ნაკლები დრო გავატაროთ გარეთ. მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ გარეთ გამოსვლისგან. ხოთაშორის გარემოსდაცვის ეროვნული სააგენტო ყოველ შაბათს იმაზე რომ მაფრთხილებ შენი ჯერიმე არ იქ აფრთხილად იყავი SMS მიგზავნის და გარეთ გასვლისგან თავი შეიკავე მეუბნება. ეს არ არის სახიფათო? მოსახლეობა არ უნდა იყოს გაფრთხილებული რომ შეძლების დაგვარად თავი შეიკავონ გარეთ გასვლისგან? თუ ეს ყველაფერი ჩვენი ფილტვებისთვის არაჩვეულებრივია. ბევრი თქვენგანი მეუბნება რომ მეტი პოზიტივი მივაწოდო მაყურებელს, რომ სულ ვწუწუნებ და ძალიან მომაბეზრებელია ამდენი წუწუნი, მაგრამ დილიდან ძალიან ცუდ ხასიათსება, რადგან ეს სმოგი არ არის პატარა ამბავი და არის საკმაოდ საფრთხის შემცველი ჩვენთვის და განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სასუნთქი გზების პრობლემები აქვს. სახლში რომ მივალ, აუცილებლად უნდა ვნახო გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გვერდი. მაინტერესებს ერთი რა მაჩვენებელია და საერთოდ რა მონაცემებს აქვეყნებენ. აი ყველაზე მეტად როცა მეჩქარება, ყველაზე დიდი საცობი მაშინ რატომ ხდება ხოლმე? ძლივს მივდივარ სახლში და თქვენ მეუბნებით რომ მეტი პოზიტივი უნდა დავინახო, ხო? ტოქსიკურ ჰაერს ვსუნთქავთ, ტოქსიკურ საკვებს ვჭამთ, ირგვლივ ცხოვრების პირობები დღითი დღე უფრო რთულდება და მძიმდება. და როგორც მოსალოდნელი იყო, თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი რამდენიმე ადგილას განსაკუთრებით მაღალია. ამ 4 ადგილას მარშალგელოვანის, ყაზბეგის, აღმაშენებლისა და წერეთლის გამზირზე კი ყველაზე მძიმე ვითარებაა. PM10 და PM0.5 ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციაა, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საზიანოა. ოფიციალური ინფორმაციით ეს ყველაფერი გარედან შემოსულ დაბინძურებას, კერძოდ უდაბნოს მტვერს უკავშირდება, რომელსაც ცხადია მარტივად ვერ მოვიშორებთ ქაოსური მშენებლობებისა და ტრანსპორტით ისე გაჭედილ ქალაქში, როგორიც თბილისია. ამიტომ მხოლოდ ამინდის ღმერთის წვიმის ან ქარის იმედით უგვექნება. მოვედი ჩემი შვილების ბაღში. აი ამ ზუსტად ამ ეგრეთ წოდებული სმოგის გამო დიდად არ მიხარია, რომ დღეს შემიშულები გარეთ ეზოში ყავთ გამოყვანილი. თუმცა, ხომ შეიძლება რომ ასეთ დროს განუმეტოს ადამიანებს რა ხდება? რა? ფეხით შეიქმნებისთვის ახლა ძალიან ცუდი დროა, ამიტომ ვჩქარობ. ყუბები ცოტა ხნით მამიდასთან უნდა დავტოვო და მე პროდუქტების საყიდვლად გავვარდე. სახლში უკვე ყველაფერი გამომელია. დღეს გადავწყვიტე პროდუქტების საყიდვლად გასვლა. ვიფიქრე რომ თევზი დიდი ხანია ბავშვებს არ უჭამიათ, ვიყიდით და რამეს მოვამზადეთ, მაგრამ არა. მე ვბჭობდი და ჩვენი მწარმოებლები იცინოდნენ. ამ მამასისხლად ნაყიდ პროდუქტს, რომელიც გგონია რომ ჩვენი შვილებისთვის შესაძლოა სასარგებლო იყოს, თურმე არანაირი სარგებელი მათთვის არ მაქვს. ამას წინათ ვნახე ინფორმაცია, წავიკითხე ჟურნალისტური გამოძიება, სადაც აღწერილი იყო ფასის გაზრდის მიზნით, როგორ ურევენ საკვებში კალმახს სპეციალურ საღებავს, რომ ფერი იცვალოს და შემდეგ უფრო ძვირად ორაგულის ფასად გაიყიდოს. შემდეგ ეს ადამიანის ჯანმრთელობაზე როგორ გავლენას მოახდენს, კაცმა არ იცის იმ ადამიანის, რომელიც ამგვარი პროდუქტით ხშირად იკვებება. გაცილებით უფრო რთული მდგომარეობაა ეგრეთ წოდებულ სოფლის ქათამთან დაკავშირებით, რადგან გაირკვა, რომ ეს ხაზგასმით ყვითელი ფერი, მისი ბუნებრივი შეფერილობა ნამდვილად არ არის და ამას იღებენ ასევე ქათმებისთვის საკვებში საღებავის შერევით. უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია საწებლებსა და სანელებლებში ტყვის არსებობასთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან დამაზიანებელი შეიძლება იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. გაგახსენებთ კადრებს, რომელიც ალბათ ბევრს გახსოვთ, წითელი ფერის მისაღებად გასაყიდ ატამს, როგორ ღებავდნენ შესასხურებელი საღებავით.
რა ვიცი, რამდენი ერთი გავიხსენო, არ მინდა გამომრჩეს ქართული რძის პროდუქტების სკანდალით. მოკლედ, ხანდახან დავდივარ მაღაზიაში დახლებს შორის და ვფიქრობ, რომელი პროდუქტი შეიძლება იყოს ბავშვების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო. ახლა ზუსტად ასევა, მართლა აღარ ვიცი რა ვიყიდე. მოკლედ, რას ვჭამთ და ეს ყველაფერი როგორ აისახება საბოლოო ჯამში ჩვენს ჯანმრთელობაზე, კაცი შვილმა არ იცის. მე გეტყვით ახლა რა გამოსავალი ვიპოვე, არ ვიცი თუ შეიძლება ამას გამოსავალი ეწოდოს. ძირითადად პროდუქტებს რისი გამოგზავნად შესაძლებელია ვაგზავნებ ვეჩხუმიდან. აი მაგალითად კვერცხი, მაგალითად ქათმის ხორცი, საქონლის ხორცი, იქედან ვაგზავნინებ, ან არა და აკვიდულობ ადამიანისგან, რომელსაც ვენდობი. რაც შეეხება რძეს, რძის პროდუქტებს, ასევე თევზს ვყიდულობ ევროკავშირის ხარისხის ნიშნის მქონე ფირმების პროდუქციას. მე რომელიც ყოველთვის უპირატესობას ვანიჭებდი ქართულ ნაწარმს და დახლებზე ყოველთვის ქართულ პროდუქტებს ვეძებდი, დავწმუნდი იმაში, რომ ჩემი პატრიოტიზმი შეიძლება ჩემი შვილების ჯანმრთელობის პრობლემებად დამიჯდეს და ამიტომ უარი ვთქვი. თუმცა ეს არ მგონია მაინც გამოსავალი და რატომ? ჩემი შვილები სოციალური არსებები არიან, დადიან რა თქმა უნდა ბაღსა და სკოლაში, დადიან დაბადების დღეებზე, სადაც მე არ მაქვს არანაირი ბერკეტი, რომ ვაკონტროლო იქ მომზადებული საკვების ხარისხი და შესაბამისად იზოლირებული ისინი საზოგადოებისგან ვერ მეყოლება, ამიტომ ბოლომდე დაცული ისინი ვერ იქნებიან. იქამდე ვიდრე სახელმწიფო არ აიღებს პასუხისმგებლობას იმ გარემოზე, სადაც გვიწევს ცხოვრება. ფასებზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ. ნორვეგიული ორაგული, რამდენიმე წლის წინ ყიდულობდი სადღაც 25-30 ლარად, დღეს არის 50 ლარი და უნდა გაგვიხარდეს თუ აქციაში იქნება, რომ 40 ლარად ვიყიდოთ. მოკლედ გადაწყდა, რომ ნორვეგიული ორაგული მორიგ გზავნილზე ვიყიდოთ თავისი ფასიდან გამომდინარე და მანამდე ბავშვებმა მეჩხუმური ქათმის ჩახოხბილი მიირთვან. ჩახოხბილს ისე როგორ შეჭამენ ბონუსად კარტოფილის შეწოც თუ არ მომთხოვეს. თითქოს ის სარკმარა ყველა საკვებს ეჭვის თვალით რომ ვუყურებ. ის თანხა, რომელიც შარშან და შარშანწინ ოჯახს ასეთი ისე ყოფნი და წელს საერთოდ აღარაფრისთვის აღარაა საკმარისი. მერთმა ართმას ამ ვითარებაში რაიმე გაუთვალისწინებელი ხარჯიც გამოჩნდეს. საკვებს რომ თავი დავანებოთ. აი შემთხვევითობისგან ხომ არავინ არა ვარ დაზღვეული. იმ დღეს ჩემი ახლობლის ბავშვმა გადაყლაპა ბეჭედი. გადასცდა ეს ბეჭედი. ნუ რა თქმა უნდა გააქანეს კლინიკაში და მანიპულაცია, რომელიც საყლაპავიდან აი ამ ბეჭდის ამოღებას ითვალისწინებდა, ბავშვს დაჭირდა ნარკოზი. ეს მანიპულაცია მშობელს დაუჯდა 2500 ლარი ერთ-ერთ კლინიკაში. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რამდენი ოჯახია საქართველოში, რომელსაც 2500 ლარი უდევს სახლში აი ესეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის. და თან ეს ისეთი შემთხვევაა, რომლის პრევენციასაც ვერ მოახდენ. ვერაფერს ვერ იზამ, შემთხვევითობა გადაუდებელია. ბავშვს ხო არ მოკლავა რა პირდაპირ მნიშვნელობით. რა გამოსავალი გვაქვს დედებს? აი ყოველგვარი რაღაც ქვეტექსტების გარეშე ვკითხულობ. თქვენ რას ფიქრობთ, რა გამოსავალი გვაქვს? არ ვიცი თქვენთან როგორაა, მაგრამ ჩემთან ხარჯები სტაბილურად იზრდება, შემოსავალი კი მცირდება. ამ სიტუაციაში ყველაზე, ასე ვთქვათ, სასაცილოდ მეჩვენება ის, რომ ძალიან უხერხულ თემად ითვლება სოციალურ პრობლემებზე საუბარი. აი მაგალითად ის ფაქტი, რომ ჩვეულებრივ სტანდარტულ საშუალო სტატისტიკურ ქართველს დღეს საშინლად უჭერს თავის გატანა, რომ ბავშვების ნორმალური კვების ფული არ აქვს, ნორმალური სამედიცინო მომსახურება რომ მიიღოს, ამის ფული არ აქვს. ამის მიუხედავად ეს შემოდგომის აზნაურობა ჩვენში ისეა ფესვგადგმული, რომ რაღაცნაირად გვეუხერხულება ამაზე საუბარი. ადამიანი, რომელსაც აქვს მაგალითად სადღაც 400 თუ 500 ლარიანი პენსია ან 1000 ლარიანი ხელფასი, რაღაც ყოყლოჩინობს და ამბობს, რომ არაფერი არ უჭერს, კარგად გზნობს თავს. რანაირად? ვცდილობ ძილის წინ ეკრანებთან ხანგრძლივ ურთიერთობას გადავაჩვიო და კბილების გასახერხად საბაზანოში დროზიათვე გამუშვა. всё, მორჩა დრო ამოიწურა. დამიბრუნეთ.
ზუსტად 2 წუთში ორივეს უკვე ტკბილად სწინავს. დილით წვიმის ხმამ გამოღვიძა. იქნება ახლა მაინც ეშველოს ამ დაბინძურებულ ქალაქს და სუნთქვა შესაძლებელი გახდეს. ხო მართლა, კინაღამ დამავიწყდა. თქვენთვის ერთი სიურპრიზი მაქვს. ის აქ არის. მოკლედ, ოჯახის ყველაზე აუტანელი წევრის ბავშვებთან შეხვედრის კადრებს ვერ შემოგთავაზებთ, რადგან გვიან ღამით ჩამოვიდა. თუმცა, ჩემი აუტანელი ოჯახი ახალ წელს გაერთიანებული შემადგენლობით შეხვდება.